მე მინდა რომ კარგად გვესმოდეს რომ ვიღაცეები მე იწყებენ დაბრალებას რომ აი ეს სანქციები და ამას ამზადებენ უკვე ვიღაც ბიზნესმენები რომ გამოვიდნენ თქვენს რომ ეს არის დასავლეთი ამ სანქციებით გვანგრევსო ჩვენო და არა და დასავლეთი კი არ განგრევს დასავლეთის მხრიდან ეს არის პასუხი იმაზე რაც ჯერ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ოღონდ ეს გააკეთა ნელ-ნელა ბიძინა ივანიშვილმა ბოლო მოვლენებიდან რო ავიღოთ ჯერ გავრილოვი ჩამოიყვანა და ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ამ დროს ჯერ კიდე ცოტა ადეკვატურად იქცეოდნენ და ირაკლი კობახიძე გადადგა ანუ არაფორმალურმა მართველმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე გახადა პარლამენტის არაფორმალური მართველი ანუ ოფიციალურად თავმჯდომარე აღარ იყო და ესე იგი არაფორმალური გახადა თვითონ ეს ირაკლი კობახიძე ეთქობა დაუმტკიცა ნდობა ამ ირაკლი კობახიძემ და ბიზნესის ნდობის დამტკიცება ნიშნავს რომ უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდე და არაფერზე პრეტენზია არ უნდა კონდეს მაგაში ნიჭიერი აღმოჩნდა და ესე იგი ირაკლი კობახიძე მოაბრუნა ისევ ახლიდან უკვე პრემიერ-მინისტრად იქამდე უმრავლესობის ლიდერი იყო შემოიტანა რუსული კანონი 1 ეს რუსული კანონის უკან გავაწვევინეთ ქართველმა ხალხმა შემოიტანა რუსული კანონი 2-ით და ეს დღემდე ძალაშია ასევე მალევე მოაყოლა ამ რუსულ კანონს ეს ოფშორების კანონი ამ დროს ეს ყველაფერი რას ნიშნავდა იქამდე ჯერ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რომ პომპეოსთან ურთიერთობას გადაყვა ორი პრემიერ-მინისტრი ანაკლი სპორტი და ორი პრემიერ-მინისტრი რაზეც არა აქვს დავიწყებული ჯო ვილსონს და რაც ახსენა კიდე პლუს ამავე დროს რაღაცა მომენტში დადო ჩინეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება თუ რა კი ბატონო ესე იგი ის იყო რა ერქვა იმას კვირიკაშვილი ხო კვირიკაშვილი შეუთანხმდა ამერიკელებს რომ აშენდებოდა ღრმაწლოვანი პორტი და ორ კვირაში კვირიკაშვილი გადააყენა ბიძინამ და თან რაღაცა სულელური მიზეზით ანუ გამოვიდა კვირიკაშვილი და მე მგონი მაგის დროს იყო მე მგონი ბავშვები არიან შივრებიო ხო და ამის გამო გადავდექიო მერე ბახტაძე იყო და ეს ბახტაძე ძალიან უცნაური ფიგურაა საერთოდ როგორ გახდა პრემიერ-მინისტრი ან რაღაცა განაჩენები კიდე ესე თუ ისე მიხვდებოდი მაგრამ ეს ბახტაძე ძალიან უცნაურად გამხდარი პრემიერ-მინისტრი იყო და ბახტაძეც მაგას გადაყვა ანუ უკვე პომპეო იყო ჩამოსული და პომპეო იყო ერთადერთ საკითხზე ჩამოსული კარგად უნდა გავიხსენოთ ოპოზიციას არ შეხვდა უბრალოდ ჩავიდა შეხვდა იმას პრემიერ-მინისტრს და წამოვიდა უკან მაშინაც მიიღო გარანტია რომ აშენდებოდა პორტი და კიდე უარით გამოისტუმრეს ანუ წინა კადენციის დროს რესპუბლიკელების ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდათ შავი ზღვის. ეს ჩანს უკრაინაშიც ამერიკის ფლოტი იყო. რუსეთმა ვერ გაბედა უკრაინაში შესვლა და საქართველოში ღრმაწლოვანი პორტის აშენებას ლობირებდნენ. როგორც კი ეს არც ეს ღრმაწლოვანი პორტი გამოვიდა და უკრაინიდანაც ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოიყვანა ფლოტი, ეგრევე რუსეთმაც მას დაარტყა უკრაინას და საქართველოშიც რუსული გავლენები გამოაშკარავდა. ხო ეს ხო ესე ემთხვევა ერთმანეთს. ასევე აი ზუსტად მაგ პორტთან დაკავშირებული სტივ პეინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დასახელდა რომლის კომპანიასაც უარი უთხრეს 2017 ესე იგი ანუ ანაკლიის პორტის შენებლობაში მონაწილეობას იღებდა ტენდერი რო იყო გამოცხადებული და აშშ-ს ეხლა ვინც ეყოლება თავდაცვის მინისტრის მოადგილე მის კომპანიას უთხრეს უარი. წერან ვიძახდი რომ მე მგონი მეთქი ამ ესენი ყოველ წუთში ისეთ რაღაცეებს წერენ მეთქი და ყოველ წუთში ისეთი ტვიტები ხვდება მეთქი რომ მე მეშინია მეთქი ბიძინა ივანიშვილის როგორ არ უნდა ეშინოდეს მეთქი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღების ქვეშ მოვეკეცით და ნუ არ ვიცი ერთი დღეს სამათიმას არ ვიცი დღეს ყავდა ეთერი მოვაწყეთ ესეთი ია მეურმიშვილი ხშირად არის ჩვენს ეთერში ქართულად წამოვიწყეთ ინგლისური გადაცემების გეოპოლიტიკოს ესეთი პოდკასტი ორჯერ იყო ოთხშაბათს
და დღეს იყო რუსულ გადაცემაში. და იასგან მოვისმინე საინტერესო რამე, რომელიც ადრე არ ვიცოდი რა. აი ხა დიპლომატებზე ვეკითხებოდი და ამერიკას ყოლია ორი ტიპის დიპლომატები, ელჩები რა. დიდ ქვეყნებში, ესე იგი, როგორც არის ინგლისი, რუსეთი, ჩინეთი, ვთქვათ, გერმანია, საფრანგეთი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ისინია, რა ქვია, ადგილები, იქ ყავს პოლიტიკურად დანიშნული ელჩები თურმე. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს არის პირდაპირ ნიშნავს პრეზიდენტი იმ ადამიანებს, ვისაც თulis საჭიროდ რომ გაატარებენ მის პოლიტიკას და ეს ხალხი როგორც წესი არ არის აუცილებელი იყოს კარიერული დიპლომატი. მაგალითად, ვიღაცა ტიპი მოწონს რომ ეს იქნება და დანიშნავს. და მეორე ტიპის ელჩები არიან, ასე ვთქვათ, პროფესიონალი დიპლომატები, რომლებიც ინიშნებიან დანარჩენ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ანუ როგორც წესი, მე როგორც კი იცვლება პრეზიდენტი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ყველა წერს განცხადებას წასვლაზე და მე პრეზიდენტის ის არის პრეროგატივა, რომ გადაწყვიტოს, ვინ წავიდეს, ვინ დარჩეს. როგორც წესი, პოლიტიკურად დანიშნული ელჩები მიდიან, იმიტომ წინა პრეზიდენტმა არჩია და როგორც წესი, კარიერული დიპლომატები, მაგალითად საქართველოში, რჩებიან და აგრძელებენ თავის კარიერას. ეს იმისკენ მიმყავს, რომ ვამბობენ, რომ ეს ელჩი არ ვარგო და ეს ელჩი ცუდი იყო, ეხლა კარგი მოვა და ეხლა ეს ტრამპის ელჩი იყო და ეს ტრამპის იმის ელჩი იყო. არაფერი ეგრე არ არის. ეხლა დანიგანი, რომელიც იქნება რომელიც არის დიდი შანსია, რომ კიდე იყოს და კიდე უარესი. გამახსენა იავ კელი დეგნანი, რომელიც აქამდე იყო ელჩი დანიგანად. ის ტრამპის დანიშნულია თავის დროს. და ეხლა როდესაც ესენი ძახოდნენ, რომ ტრამპის მოსვლას შესწინებდნენ, ესე იგი ტრამპის დანიშნულებას რას უშვებოდნენ გახსოვს? როგორ ესე იგი რავი ლაფი დაასხეს ფაქტიურად თავის მედიაში და თავისი გამოსვლებით და ეხლა გამახსენდა ეს არ მახსოვდა რომ ის ელჩი ის კელი დეგნანი იყო ტრამპის დანიშნული. ეს ხალხი კიდე რამე თანმიმდევრობაზე ყველაფერს ტყუია და დღეს შეხვედრაში წინა გადაცემაში ახსენე. 9 საათიან და 5 წუთიან ტყუილებზე გადავიდნენ. აი ცი როგორ მდგომარეობაში არიან ბოდიში ამ სიტყვაზე და ფუფლოშნიკები რო არიან და ოღონდ ახლა მოიტყუონ და ამ წუთას გაძრენ რაღაცნაირად და მე უკვე სულ ერთია და მე კიდე შემდეგ სიგონები აი ესე არიან უკვე გადაგწეული და იგივე არის ზუსტად აი სიმართლეს რას ამბობენ იცი? აი თვითონვე ანტიმაიდანიო და ეს რაღაცა მოძრაობები რო აქვთ და ის საკაიკაცო გამოვალთო ის ერთ-ერთი მათი მხარდამჭერი რო იძახის და ჩვენ გავწმინდავთო რუსთაველსო თუ რაღაცაო. ანუ თვითონვე თავისი პირით თავიანთ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას თუ რაღაცა გაურკვეველ წარმონაქმს ადარებენ მაიდანის მომწყობს. და მაიდანის მომწყობი ეს ყოველთვის უნდა გავიმეოროთ. უკრაინაში მაიდანი მოხდა იანუკოვიჩის დროს. ხო იყო ესე? იანუკოვიჩის დროს, იანუკოვიჩის გამო, სისულელური პოლიტიკის გამო. მაშინაც გაშიფრული იყო, მაგრამ ეხლა პირდაპირ რუსეთში ცხოვრობს. მოხვია ხელი ამ თავის რაღაცა ქონებას და იმას და მართლა ოქროს უნიტაზები და რაღაცეები აქვს, რაღაც სასახლეში ცხოვრობს. პირდაპირ რუსია. როგორც ასადი ჩავიდა მოსკოვში რო ცხოვრობს. მოსკოვში თუ ნახა მე არ ვიცი მაგათი მისამართი, მაგრამ რამიშვილ რუსეთში რო ცხოვრობს, ხო? რაში გაინტერესებს, ხო? როდესაც ბიზინა ივანიშვილი თუ ირაკლი კობახიძე გვეუბნებიან, რომ ჩვენ თურმე ვაწყობთ მაიდანს, ჯერ ერთი ჩვენი მხრიდან მაგას არავინ არ მშვიდობიანად ვდგავართ იქ და ვაპროტესტებთ, რაც გასაპროტესტებელია, მაგრამ ესე იგი თავის თავს ადარებენ იანუკოვიჩს. და აი თუ ვინმე კოცი კიდე დარჩა, ვისაც გონია, რომ შესაძლებელი არის ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ.